საყოველთაო სახალხო პროტესტის 64 დღე არ წყდება აქციები და მსვლელობები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. აქციებია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში. მოთხოვნები უცვლელია რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. აქცია პერფორმანსი მიმდინარეობს ამ წუთებში ქუთაისში. მოქალაქეები მერიასთან იკრიბებიან, აპროტესტებენ მზია ამაღლობელის პატიმრობას. თბილისში მარჯანიშვილის მოედნიდან მსვლელობა მიმდინარეობს ლოზუნგით არა რუსეთს. პროტესტი გრძელდება ბათუმში, სადაც მოქალაქეებმა კაროები გაშალეს. დავიწყებთ ქუთაისით, იქიდან ჩვენი ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე შემოგვიერთდება და გვეტყვის რა ხდება ახლა აქციაზე. მოგესალმებით თავისუფლება მზია ამაღლობელს. ამ წუთებში თქვენ ხედავთ, რომ რიგში დგანან აქციის მონაწილეები იმისათვის, რომ სილა გააწნან რეჟიმს, რომელსაც ამ შემთხვევაში აქვს ირაკლი დგებუაძეს სახე, რადგანაც ეს პერფორმანსი მიძღვნილი არის მზია ამაღლობელისადმი. ჟურნალისტი, რომელიც ამ ქვეყანაში შეიძლება ითქვას სიტყვის თავისუფლების დასჯის სიმბოლოდ იქცა, 19 დღეა შიმშილობს და ამიტომ ქუთაისელებმა გადაწყვიტეს გაიმეორონ მისი ქმედება და ამით სოლიდარობა გამოუცხადონ მზიას და ასევე თქვან, რომ ეს რეჟიმი ყველა მოქალაქისაგან ამ ქვეყანაში იმსახურებს სილის გაწნას. შეგიძლიათ გითხრათ, რატომ გააწნეს? ეს კაცი არის ამ რეჟიმის სახე დღეს საქართველოში, რეჟიმის, რომელიც შექმნა ივანიშვილის ძალმომრეობით ბანდამ და აგრძელებენ იმ რეპრესიებს, რაც აგვიანონსეს 12 წლის წინ და რაც დაგვიანონსენ საარჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, რაც გააკეთეს დეკემბერში და რასაც აკეთებენ ყოველდღიურად. ამიტომ ჩვენ დღეს სოლიდარობას უცხადებთ, რა თქმა უნდა, მზიას, რომელიც არის პირველი ხალი ჟურნალისტი პატიმარი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ეს არის ამ ქვეყნის სირცხვილი. ეს არის ამ რეჟიმის დასამარების წინაპირობა და ეს ასე იქნება აუცილებლად. სილა უნდა გავაწნათ ყველამ, რასაც ვაკეთებთ უკვე 64 დღეა, ოღონდ მხოლოდ მზია გახდა ამის მსხვერპლი. თქვენ რატომ გააწნეთ? მე გავაწანი მას სილა მზია ამაღლობელის სახელით, იმიტომ რომ დღეს მთელი საქართველო ვართ მზია ამაღლობელი და ეს სილა არის სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც დააპატიმრა მზია ამაღლობელი და აშიმშილებს ამ ადამიანს, აზრუნავს სახელმწიფო მასზე და მთელი საქართველო დგავართ გარეთ, რომ ამ რეჟიმს გავაგებიოთ, რომ დემოკრატიაში საპარლამენტო ახალი არჩევნები არის ჩვეულებრივი მოვლენა და როცა ვითხოვთ, ის უნდა დაინიშნოს და ყველა განთავისუფლდეს. რატომ მიიღეთ მონაწილეობა ამ მოკლედ პირველ რიგში ვიტყვით, რომ თავისუფლება მზია ამაღლობელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის არის პირველი ჟურნალისტი, რომელიც დააკავა რეჟიმმა. ჩვენ დღეს გვაქვს პერფორმანსი გააწანი სილა რეჟიმს და ამით ჩვენ ხარდაჭერა გამოვუცხადეთ მზია ამაღლობელს. თუ ამისთვის დაისაჯა ის, მოვიდნენ და ყველა დაგვიჭირა. მადლობა. თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ ირაკლი დგებუაძემ განაცხადა, რომ მან ტკივილი განიცადა ამ სილის გაწმენდან. მეტ ტკივილს იგრძნობს. ქუთაისელებმა გადაწყვიტეს, რომ მზია ამაღლობელს პირდაპირ მათი ქმედებით გამოუცხადონ სოლიდარობა ადამიანს, რომელსაც სჯის რეჟიმი იმისთვის, რომ მას არ ეშინია და ის იბრძვის. თავისუფლება მზია ამაღლობელს.